სახელმწიფოებისა მეგობრებო მოგესალმებით. დღეს ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა, რომელმაც მიბიძგა ვიდეო ლაივის ჩასაწერად. ციხიდან გაათავისუფლეს წელიწად ნახევრიანი პატიმრობის შედეგად ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი. ეს ის ბიჭები არიან, ვინც პარლამენტის წინ რკინის ჯებირი დააზიანეს და 400 ლარიანი რკინის ჯებირის დაზიანებისთვის მათ 3 წელი მიუსაჯეს, მერე რაღაც ამინისტია შეეხო და მოკლედ წელიწად ნახევრიანი პატიმრობის შედეგად დღეს გათავისუფლდნენ. მოგიწოდებთ გააზიაროთ ეს ვიდეო, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს სიმართლე. და გამოხატეთ თქვენი აზრით კომენტარებით, რას ფიქრობთ თქვენ აქტიურეთ. ხო და ამ ბიჭებმა ციხიდან გამოსვლის დროს ალბათ ბევრი თქვენ გაინახავ და გამოიტანეს თან მათი კუთვნილი ერთმა მაცივარი, მეორემ ტელევიზორი, ანუ ის ნივთები, რომლებიც მათ შეიძინეს ციხეში. მოგახსენებათ, ხო ციხეში მაცივრები და ტელევიზორები არ არის, პატიმრებს თვითონ შეაქვთ ეს. ხო? და ამაზე ალბათ ესეც ნახეთ ყველამ, სასწაული აჟიოტაჟი ატყდა საკოცეთში. ავიცი, თია წულუკიანიდან დაწყებული, თვით თია წულუკიანმაც კი მიუძღვნა ამას პოსტი, რომ ასე კაცები არ იქცევიან. პატიმრები ციხეში პატიმრებს უტოვებენ ტელევიზორებს და მაცივრებს თურმე. მე რაღაც ღარიბაშვილის ნასუფრალით რო იკვებებოდა ის ნინო ჯღარკავა რომ არის ასეთი პერსონაჟი და მე ღარიბაშვილს რომ ივანიშვილმა მიკუსლა ეს თავისი მამა მარჩენალი ღარიბაშვილო ჩაწიხლა პირველი ჯღარკავა, აი იმ ჯღარკავამ დაიწყო კაცობაზე ლაპარაკი, რომ პატიმრები ესე არ იქცევიან ძმაო, ეს არ მოსულა. მთელი საკოცეთი, მოკლედ, ვინც კაცი, ქალი მნიშვნელობა არ აქვს, დაიწყეს კაცობაზე ლაპარაკი, ღირსებაზე ლაპარაკი. თურმე როგორ შეიძლება პატიმარმა ციხიდან ნივთები გამოიტანოს, საკუთარი ნივთები. ანუ ტელევიზორები და მაცივრები ყველამ იქ უნდა დატოვოს. ნუ ახლა რავით, სადაო საკითხი არის, ასე ვთქვათ, მოკლედ, ხო, ვისაც უნდა დატოვებს, ვისაც უნდა არ დატოვებს. მაგრამ აქ თავარით რა არის? აი როგორც კახპამ არ უნდა ილაპარაკოს ოჯახის სიწმინდეზე და ზნეობაზე, ისე ქოცემმა არ უნდა ილაპარაკონ კაცობაზე. ბორიას ბორდელის პუტანა ქოცებმა კაცობაზე, ქართველობაზე, ღირსებაზე კრინტი არ უნდა დაძრან და თუნდაც რაღაც გადაცდომაში ყოფი 20-21 წლის ბიჭებს არ უნდა ასწავლოს ჭკუა და არ უნდა უკითხოს მორალი. ბოზმა ქალწულობაზე არ უნდა ელაპარაკოს სხვებს. ხომარტივი რაღაცაა, მე მგონია რა. როგორც შეიძლება ბორიას რუსული ბორდელის წევრმა ქოცებმა ვინმე სასწავლონ ქართველობა, ქრისტიანობა, კაცობა, მორალი, ზნეობა, შეიძლება ეს? ხალხი, რომელიც საქართველოს არაბებზე გაყიდვას აპრავებს და ამას ტაშს უკრავს, პირიქით, ზედ, ტაშს უკრავს, რომ საქართველოში თბილისის და ბათუმის მახლობლად 2 ახალი ცხეთისხელა ქალაქები აშენდება, სადაც არაბები იყიდიან ბინების 60% და მეც. ანუ 10,000-ობით ჩამოათესლებენ აქ არაბებს. აი ამას ტაშს უკრავენ და ამას უცხოურ ინვესტიციას უწოდებენ. და ამ დროს ესენი ლაპარაკობენ კაცობაზე. ანუ თურმე 400 ლარიანი რკინის ჯებირის დაზიანებისთვის პატარა ბიჭები
ციხეში რომ იჯდებიან წელიწად ნახევარი, ეს და ამას თავს დაუკრავეს კაცობაა და სამართალია. და ამ დროს მარტო სახლში 7 მილიონი რო უპოვეს დოლარი, ხალხის მოპარული ფული. ის ღარიბაშვილო გარეთ დადის, ესეც კაცობაა და ესეც სამართალია. საიდან სადაო? სად ბანაობთ? კიკუმ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ შეიძლება ილაპარაკოს ქალწულობაზე და ოჯახის სიწმინდეზე და ზნეობაზე და ქოც კაცებს ქალებზე აღარაფერს არ ვიტყვი. არანაირი უფლება არ აქვთ კაცობაზე ილაპარაკონ, იმიტომ რომ ბიძინას კახბები არიან. აი იმ ბიძინას კახბები, რომელმაც გააუპატიურა საქართველო. გააუპატიურა საპატრიარქო. ყველა სფერო, რასაც შეეხო გააუპატიურა. აი დღეს გადმოსცეს ინფორმაცია, რომ აფრიკის დასახლებაში კახიკალაძემ ბულდოზერებით გადაუარა მშენებარე ეკლესიას. ჯვარ აღმართულ ეკლესიას, სადაც მამაო წირავდა. ბოლომდე დაუმთავრებელი იყო, მაგრამ იქ წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა. კახიკალაძე მიადგა ამას და იქ უპოვარი ხალხის სახლი როგორ დავარქვა იმას, ფარდულები, სადაც ისინი ცხოვრობდნენ ბავშვებთან ერთად, ბულდოზერებით გადაჯეგა და ზედეს ეკლესიაც მიაყოლა. აი კახიკალაძემ, რომელმაც კაცზე გათხოვილი დემნა გვასალია, თბილისის საპატიო მოქალაქე დაკურთხა და სრულიად საქოცეც, აი ყველა ქოც, კაცს თავზე ჩამოაცვა დემნა გვასალიას ქმრის ნიფხავი და ასე დადიან წლებია ეს ქოცები, კაცები რო გონიათ თავი. აი ამ კახიკალაძემ ანუ საქოცეთმა უნდა გვასწავლოს ჩვენ რა არის ეკლესია, რა არის კაცობა, რა არის ღირსება და რა არის საერთოდ ქართველობა. და პლუს ამას ასევე ახალი ინფორმაცია, რომ კახიკალაძის მეჯვარე ყოფილი ქოც პარლამენტარი მშენებელი დეველოპერი ილია წულაია უკვე ყიდის და 500-ზე მეტი ბინა გაყიდა იქ, აი კიროვის ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობის ნებართვაც კი არ არის ჯერ. ანუ ჰაერს ყიდის უკვე 500-ზე მეტი ბინა გაყიდა. კახიკალაძის მეჯვარემ, ანუ კახიკალაძის ბანდის წევრმა ილია წულაიამ კიროვის ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე, სადაც დიდი მშენებლობა იგეგმება ჯერ და ნებართვა არ არის გაცემული მშენებლობაზე. აი ეს კახიკალაძე ანგრევს უპოვართა, გაუბედურებულთა ფარდულებს აფრიკის დასახლებაში და ზედ ქართულ მართლმადიდებლურ პატრიარქის კურთხევით აშენებულ ეკლესიას ანგრევს, მაგრამ ეხლა საპატრიარქო ამაზე რას ვიტყვის, არც არაფერს. როცა აფრიკის რა იყო, კწანესის ტყეპარკში მისი კუთვნილი მიწა არაბებს გადასცეს და იქ ქალაქს აშენებინებენ და ამაზე ჩუმად არიან და კრინც არ ძრავენ, ეხლა რომელიღაც გაუბედურებული ქართველის ერთი ოთახი რაღაც ფარდული რომ მიაკოწეცა იქ აფრიკის დასახლებაში იმის სახლის ბულდოზერით დანგრევაზე, ხმას ამოიღებს? არა. აი ეს არის კაცობა, როცა არა გაქვს და კიკუხარ წლობის განმავლობაში, ხო, ბორიას წაკუზული მინეტშიცა კიკუ და ამ დროს საქართველოზე სადაგძელოებსო იზდახი ხელმოღერებული. კაცობაზე არ უნდა ილაპარაკო რა. კაცობაზე არ უნდა ილაპარაკონ იმ ვაიძოელ ბიჭებმა, რომლებიც სუსთან და პოლიციასთან და უпроსტოდ მილიციასთან არიან შეკრულები და მათთან ერთად არბევენ პატარა ბავშვებს, გოგოებს და ბიჭებს. ქალებს გაუპატიურებით ემუქრებიან, თმებით ათრევენ, ხო ნახეთ ეს ყველა არაერთხელ. აი ესენი კაცობაზე როგორ ლაპარაკობენ, კაცო. საქართველოს ისტორიული ჯალათი რუსული ურდოს გამპრავებლებზე, ტაშის მკვლელებზე, გულშემატკივრებზე, როგორ შეიძლება ქართველობა და კაცობა გავცელდეს. რუსული ურდოს ბორდელის პუტანა რო ხარ, ვითომ ქართველო ქოცო. შენ კაცობაზე და ქართველობაზე როგორ უნდა ილაპარაკო? როცა გულშემატკივრობ უკრაინის ომში უკრაინელი ხალხის გენოციდს და უკრაინელი ბავშვების მასობრივ ჟლეტას. პირდაპირ ტაშს უკრავ ამას და
გიხარია რამე სოფელი თუ აიღო იქ პუტინის დაჩმორებულმა არმიამ. ეს კაცობა არის? ეს ქართველობა არის? რუსეთის კახპარო იქნება ქართველი, იმას შეიძლება ქართველი და კაცი ეწოდოს? რამე ხوار მეშლება და ხوار ვაზვიადებ, აბა? არ არის ასე? არ გულშემატკივრობს მთელი საკოცეთი და მთელი ეს საკონსერვატორეთი ვითომ? აი ეს ალტინფო არის და სინამდვილეში რუსული გაფუჭებული და ვადაგასული კონსერვები რო არიან, არავით არ კონსერვატორებთან, რეალურ კონსერვატიზმთან მაგათ კავშირი არა აქვთ. ესენი ხო გულშემატკივრობენ უკრაინაში რუსული ურდოს გამარჯვებას. ღიად. აი ამათი კაცობა საიდან სადაო? ამათი ქართველობა საიდან სადაო? კიკუზე უარესი კახპები არიან. კიკუზე უარესი კახპები არიან, რომლებიც წლებია თუმნად იხდიან და ულოკავენ ბორია ივანიშვილს და მის საკოცეთს. აი ამის თქმა მინდოდა. რა ვიცი, საქართველოში თუ კიდევ საჭირო იყო ელემენტარულ კაცობაზე და ქართველობაზე ლაპარაკი, მაგრამ როგორც ჩანს საჭირო კი არა, სადახარ თურმე. სადახარ თურმე, რა ქართველობა და რის კაცობა. ბორია თავზე აჯვამს წლებია. ბორიას მთელი ეს ზოოპარკი, ყობახიძეები, პაპუაშვილები, ყაველაშვილები თავზე ასაქმებენ ამ საკოცეთს. და ესენი ამას სიხარულით ლოკავენ და მე კაცობაზე ლაპარაკობენ კიდევაც. კაცობაზე ლაპარაკობენ. დღეს გაცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი ტარიფები შემოიღო საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი მძღოლებისათვის, ან პრაქტიკულად კიდევ გაორმაგდა ჯარიმები. კოცებო, რო იძახით მილიონზე მეტი ამომრჩეველი ვართო ქართული ოცნებისაო. მოგილოცოთ? გილოცავთ. გილოცავთ კოცებო, ბიძინათ თქვენს დედას კიდევ უფრო მწარედ მოტყნავს. აი ესე გასაგებად რომ გითხრათ, იმიტომ რომ აკადემიური ახლა თქვენთან საუბარი რა აზრი აქვს, რომელიც თქვენთაგანი აიგებს ვირის ტვინებში. დედას გიტყნავთ ბიძინა, გამოგიცხადათ. გაგაჩერებენ. შეკტენიან, რა ვიცი, რამე ჯარიმას, რა მნიშვნელობა აქვს, ერთხელ და ორჯერ უქნიან და მე უმტკიცეთ, რომ თქვენ ხოცი ხარ და ბიზნეს ტრაქს განცხრომით ლოკავთ წლობით, მაინც დაგაჯარიმებენ. დასავლეთისგან იზოლირებულ ბიძინა ივანიშვილს და მის საკოცეთს საბიუჯეტო კრიზისი აქვს ცხვირწინ და ცდილობენ ხალხის ძარცვით რაღაცა შეაკოწიტონ ამ ბიუჯეტში. და ხალხის ძარცვა ეს ნიშნავს კოცების მასობრივ ძარცვასაც, ხო? არ დაგინდობენ, გაგპარსავენ. არასწორად პარკირებული ჯარიმების მანქანისთვის ჯარიმებს მოგარტყამენ კოცებო. გაგამწარებენ. და ხმას ვერ ამოიღებთ. იმიტომ რომ ჯერ მონათხარ დაბადებული და მოდგმით მონები ხართ, აი ვითომ ვაშკაცები და ტრაკი არა გაქვთ ხმა ამოიღოთ. და დასცინით იმ ბავშვებს, რომლებიც წელიწადზე მეტია ქუჩაში დგანან უკვე და აპროტესტებენ საქართველოს რუსულ ბორდელში შეთრევას. თქვენი შვილების ნაცვლად და თქვენს ნაცვლად. აი თქვენ საბოლოოდ რომ არ მოგითავონ ხელი რუსულ ბორდელში და არ შეგათრიოთ იქ ბორიამ, აი მის წინააღმდეგ იბრძვიან ეს ბავშვები, რომლებსაც თქვენ დასცინით და აკაცუკებს ეძახდით, რადგან იმის ტრაკიც არა გაქვთ. საკუთარი თავი და საკუთარი უფლებები დაიცვათ. იმის ტრაკიც არა გაქვთ და იმის ჯიში და ჯილაგი არ მოგდგამთ, რომ საქართველოს არაბებზე გაყიდვა გააპროტესტოთ. ჩმორად დაბადებულო მონებო. კაცობაზე რო ალაპარაკდით. გაავრცელეთ ეს ვიდეო ბევრმა ადამიანმა ნახოს და დაწერეთ კომენტარებში, რა ვიცი, ვისაც აქვს საწინააღმდეგო აზრი. თუ აქვს, ვისაც არა აქვს და მეთანხმება, ისიც დაწერეთ.
ქოც კაცობაზე ლაპარაკის უფლება არ აქვს. არა მარტო ქოც ოპოზიციაში არიან ახლა ბევრი წინკლიანები და ძუნძგლიანები, მაგრამ ამ შემთხვევაში ქოძზე მაქვს მე ლაპარაკი როგორც საქართველოს ხელისუფლებაზე. ეგრეთ წოდებულზე, რომელიც მართავს ამ ძალაუფლებას და მძევლად ყავს აყვანილი საქართველო, ხო? ქოცი და კაცი არის ნონსენსი, ერთად არ იხმარება ეს. ისევე როგორც ქოცი და ქალი. ის ქალები, რომლებიც მათი შვილების და შვილიშვილის ტოლა გოგობიჭების სახის ძვლების მასობრივ ლეწვას ტაშს უკრავდნენ და უკრავენ დღესაც ამ ტერორს. ამას დედა, ქალი, ბებია როგორ უნდა უწოდო ამ პირუტყვებს. ანუ ქალიან კაციანად მოდგმით მონები რო ხარ და ღირსება აყრილები ეს ქოცები. სექტანტები, რომლებსაც არქიპოსეთურის სექტაში აი ჩამოტყავებულ, ჩამოძონძილ, გაუბედურებულები ყრიხართ და ელოდებით როდის გაიხსნება ცადა ციური მანანასავი დაგეცემათ თავზე არქიპოსეთურის მიერ გადმოფურთხებული ან გადმოჯმული თქვენს თავზე. აი ეს არის თქვენი ცხოვრება. და რა კაცობაზე და რა ქალობაზე და რა ქართველობაზე მელაპარაკებით თქვენ. ბორია ივანიშვილმა მხოლოდ წელს 242 მილიონი ლარი დღეგეთ გადასახადი არ გადაიხადა საქართველოს ბიუჯეტში. დამშეული ხალხის ბიუჯეტში. ანუ იმ ქვეყნის ბიუჯეტში, რომელსაც ჩამოკიდებული ყავს 709,000 სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ქართველი. მათ შორის 260,000 ბავშვი. 260,000 ბავშვი საქართველოში როცა შიმშილობს ვმარცვლი ბორია ივანიშვილი ამ დროს არიხდის ბიუჯეტში 242 მილიონ ლარს მხოლოდ ერთი აფიორის გამო. აი ეს თავისი ნახატები და სკულპტურები რო შემოიტანა იქიდან ეკუთვნოდა 242 მილიონი ლარი დღეგეს გადასახადი ბიუჯეტში. აი ამ ყველაფერს რომ ადამიანად წოდებული ქოცი იტანს და არა პროტესტებს. ის როგორ შეიძლება იწოდებოდეს ადამიანად? 260,000 დამშეულ ბავშვს სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფს ბორია ივანიშვილმა მხოლოდ წელს და მხოლოდ ერთი აფიორით აახია 242 მილიონი ლარი. 242 მილიონი ლარი იცით რამდენია? თბილისის გარდა მთელი აღმოსავლეთ საქართველოს წლიური ბიუჯეტი. ვინც არის ის ყოველწლიურად უპოვართა სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფ უპოვართა დახმარების მოცულობა არის 71 მილიონი ლარი. აი იმ 709,000 ადამიანს რომ უხდიან. ანუ ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ წელს 3 წლის განმავლობაში დასაფინანსებელი უპოვართა დასაფინანსებელი ფული მოტეხა მხოლოდ ერთი აფიორით. და მე თქვენ ამბობთ რომ ეს სახელმწიფოა და მე ვინმეს ეჭვი ეყარება იმაში რომ ეს ბიძინას ბორდელია? აი ასე რომ უშვება ადამიანებს თავზე. იმათ რა ღირსება აქვთ და ვინც ამას არ აპროტესტებს, ის ხო ადამიანად აითვლება. აი უმარტივეს რაღაცეებს ლაპარაკობთ. რომ 2 × 2 არის 4, რომ თოვლი თეთრია, ცა ლურჯია, რავი, ქოცი დეგენერატია და პირუტყვია და იმბეცილია. და გენეტიკური ბიომასაა, ნაგავია. აი ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტებები. და ამას ხსნი ახლა მე. რა არის კაცობა, რა არის ქალობა? რაღაცა რო გაბია ფეხებს შორის. უბადრუკობა, ეს არ ნიშნავს კაცობას. კაცობა ნიშნავს პასუხისგებლობას საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ერის მიმართ. ბრძოლას სიცოცხლის რისკის ფასადაც კი შენი სამშობლოსათვის. აი ეს არის კაცობა. და როცა ეს არ აგაქვს,
და ხარ ბორიას ბორდელის პუტანა, რამხელაც არ უნდა გებას. საკუთარ ჯანში გასათხრელად, ეგ კაცობა არ არის. და როგორი ლამაზი სადღეგრძელოებიც არ უნდა სვა სუფრაზე ყელმოღერებულმა ფარისევლურად ვითომ ქართველობაზე და ვითომ ქრისტიანობაზე. ეგ არაფერი არ არის. იმიტომ რომ არა კაცი ხარ, როცა არ აპროტესტებს შენი სამშობლოს გაყიდვას და შენი სამშობლოს დამონებას და ხალხის დატერორებას. სუცალ ფეხზე მკიდია მე ახლა რომელიღაც ნაციან შმაცი იქ, რომელიღაც პარტიის წარმომადგენელი. მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ ქართველს როცა ასე უსამართლოდ ექცევა ეს დამპყრობლური მარიონეტული რუსული რეჟიმი, ამაზე ხმა თუ კაცი ხარ უნდა ამოიღო. იმიტომ რომ მნიშვნელობა არ აქვს ვის დაჩაგრავს ბორია. ნაც თუ შმაც. ეს ნიშნავს იმას, რომ ის უსამართლოდ ჩაგრავს და როცა უსამართლოდ ჩაგრავს, ამით შენს ქვეყანას ავნებს. ამით ხვალ შენ მოგადგება, შენ შვილს მოადგება. სადაც არ არსებობს სამართალი, იქ აღარ არის გარჩევა პარტიული კუთვნილებით. იმიტომ რომ ქოცების დედის ტყნაზეც მოგახსენეთ, ხო? ძალიან გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად დედებს გიტყნავთ ქოცებო ბიძინა ივანიშვილი. და ესეც ციტატო, აი წლების წინ ხო გაფრთხილებდით? ღიად საჯაროდ. ნუ უკრავთ ტაშ ბორიას რუსულ დიქტატურას, იმიტომ რომ ის თქვენს ყველაზე ბნელ და ღრმა აკოთებულ სოროშიც მოგადგებათ და თქვენც მოგიტყნავთ დედას. იმიტომ რომ ეს არის დიქტატურის ბუნება. ამას არ სჭირდება დიდი პოლიტოლოგობა და დიდი განსწავლულობა. ეს არის ელემენტარული ლოგიკა. ელემენტარული გონიერების საკითხი არის. და ხომ გიტყნავთ დედის ტრაქს ბორია? უარესწელოდეთ და კიდე უკარით ტაში. სანამ არაბების და პაკისტანელების ჯოგები არ დაგიორსულებენ ბიჭებსაც. ქალებზე აღარ ვლაპარაკობ, ცოლებზე და გოგოებზე. ბიჭებსაც კი. მანამდე ვერ მიხვდებით რა დაგმართათ ბორია? თუ ეს არ გემუქრებათ როგორ გონიათ? თუ გონიათ რომ აქ ბორიას დიქტატურა რუსული თუ დამყარდა, საქართველოსდან კიდე 100,000-ობით ადამიანი არ გაიქცევა და მათ ნაცვლად იაფ სამუშაო ძალად არ შემოყრის ბორია კიდევ პაკისტანელ ბანგლადეშელების ამ აზია-აფრიკულ ბიომასას? შემოყრის. და ეგენი მოგიტყნავენ დედას და მე დადექით ერთად ოჯახის სიწმინდის დღეზე. თქვენი ცოლების და თქვენი შვილების დამაორსულებელ არაბებთან და პაკისტანელებთან ერთად და მიადექით რუს ეგზარხოს შიოს და დაგლოცოთ ოჯახის სიწმინდის დღეზე. ერთად მათი ნაბიჭვრები თურთ. იმიტომ რომ ერთი დიდი ძმური ოჯახი იქნებით. თქვენი ცოლების და თქვენი შვილების აღარ მინდა ცუდი სიტყვები ვთქვა. დამაორსულებლებთან ერთად. აი ეგ არის თქვენი ქრისტიანობა და ქართველობა. მონად დაბადებულო არარაობებო, კაცობაზე რომ დებთ თავს. იხარეთ და იმრავლეთ, გაავრცელეთ კიდევ ერთხელ მოგიწევებთ ეს ვიდეო, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და გამოთქვით თქვენი აზრი. მარტივად რა. ამ დამპალი, ანტიქართული, საოკუპაციო, მარიონეტული რუსული რეჟიმის დატოვება საქართველოში, რომ არ შეიძლება და ყველა ქართველის ვალია, პასუხისმგებლობა, კაცური. რომ ამას შეეწინააღმდეგოს. თუნდაც ქუჩაში 1 საათით გამოსვლით. და არ იმალებოდეს სოროებში, სადაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველას მოგადგებათ ბორია და დედებს მოგიტყნავთ. მიუხედავად იმისა, კოცი იქნებით თუ სხვა პარტიის წარმომადგენელი, თუ ნეიტრალური. ამ ბოლოცნობასაც მოგაწვით და ამით დავამთავროთ, რომ იცოდეთ რა ვიცი. ამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად კოცებმა ყველა დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 20% მიიღეს. ანუ ყოველი 10 ამომრჩევლიდან მხოლოდ 2-მა მისცა ხმა კოცს. და პლუს ამას თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კოცს ამომრჩევლების ნახევარი ამ არჩევნებში მივიდა ან სამსახურის ან უპოვართა შემწეობის დაკარგვის შიშით,
რეალურად დავდებთ მარტივ დასკვნას, რომ ქოცებს 10-დან მხოლოდ ერთი ერთგული ამომრჩეველი ყავს. 10-დან ერთი არის საქართველოში რეალურად ქოცების მხარდამჭერი. 9 ცხოვრობს ამ ქოც ბოსელში. ტერორის და შიშის ქვეშ. აი როგორი არის ახლა ეს წარმოსადგენად ქართველისთვის, აი უძველესი ცივილიზაციის და კულტურის მქონე ქვეყნისათვის, ასე რომ ვიკვეხნით, რომ 10-დან ერთის მხარდაჭერილი ქოცბანდა 9-ს აზრის თავზე და სახეზე აჯვამს. და ხმას არიღებენ რამდენიმე 10,000 კაცის გარდა. იფიქრეთ ამაზე ქართველებო. აი ეს ვართ? ეს არის საქართველო? ეს ვართ ქართველიერი? რომ ამას ვიტანთ? 10-დან ერთი კაცი უჭერს მეთქი ვიმეორებ მხარს რეალურად ქოც. 9 ჩუმად არის. ან ხანდახარ გამოდის ქუჩაში. და არ იცის და ვერ ხვდება რა ელის ხვალდაზექ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ არაბული ქალაქებისა და იქ გაშენებული არაბული ბორდელების პირობებში. და პლუს კიდევ აქ შემოთესლებული მასობრივად პაკისტანელების და ბანგლადეშელების პირობებში. სახლიდან ვეღარ გახვალთ. ცოლშვილს ვერ გაუშვეთ სახლიდან. მითქვია მე თქვენთვის ამას გეუნებით უკვე წელიწადზე მეტია. განძრიეთ თავი და ერთი ადგილი. გამოხატეთ პროტესტი და თქვით რომ ადამიანები ხართ ჯერ კიდევ. ფარავდეთ უფალი ამ ბრძოლაში, ვისაც უნდა ეს ბრძოლა და ვინც იცის რა არის ქართველობა და რას ნიშნავს საქართველოსთვის და მის თავისუფლებისათვის ბრძოლა. გაიხსენეთ რა ვიცი, ზვიად და მერაბი ახლა სად იდგებოდნენ. ქოცები რომ არ იქნებოდნენ, ქოცების მოწინააღმდეგეები რომ იქნებოდნენ და რუსული ბოსლის წევრები რომ არ იქნებოდნენ, მე მგონი ამაში ეჭვერავის უნდა ეპარებოდეს, რა ვიცი. ფარავდეთ უფალი. გაავრცელეთ.